ბავშვები გვყავს 5-6, ცოტა რთული კიაო. გიფთოვიდან ლექს კითხულობს ტიაგო და იაგო. ბატონო ტიაგო, ან. პოეტურად აღუაღო. გაიხარეთ. ლექსი, ჩემი ბავშვობა. თქვენს რა თქონდათ ბავშვობა? დღეს ბავშვები თამაშობენ ერთობიან შვიდად ლაღად. რატომაც არა? სათამაშო თოფი უნდათ, ყიდულობენ ერთ ბავშვს 8 წელს. ბევრია. პულტით მანქანა მოუნდათ, აჩუქებენ 28 წელს. უზდავა ძალიან ბევრია. ჩემს ბავშვობას გადავხედე, გავიხსენე ნათლად ცხადად. არ იყო ცუდი. ერთადერთი სათამაშო მაშინ მქონდა ბაბა დახ ბუხ ბახ ბატონო ტიაგო თელი ბავშვობა ბახ ვიძახდი ან ხემომეთ ეხა ტოტი მომეთ ეხა თოფი ან ცხიარი დგა ეზოში რამე მესროლა ქუა მაიც მესროლა და ბახ ვინმეს ეჩუქები და ბავშვს ეთხოვალ მე არ მქონდა ბაბას არ აყვეთ. ლექსი მამაზე. ბავშვი მეც მყავს მუდამ ვცდილობ ვიყო მისთვის კარგი მამა. ხართ კიდეც. ბავშვობაში რაც მე მაგდა არ მივაკლებ ჩემს შვილს არა. გუშინ მანქანა გაუტყდა, დღეს ვუკიდი ისევ ახალს. დააფუჭებს, არ აუშავს, მეორე დღეს ისევ ახალს. დაამწვრია, არ აუშავს, მესამე დღეს ისევ ახალს. გადააგდებს, არ აუშავს, მეოთხე დღეს ისევ ახალს. მეხუთე დღეს რამის მყიდველი აღარ ვარ ბატონო ტიაგო. აღარ შემიძლია ველუ ბაღანა თუ ნადირი ამწრებს და აღარ პოეტობა მიშა და აღარ არაფშვიდი ყოველდღე გიფოიში ყოფნა აღარ შემიძლია. მე მუყიდი, პარასკევს მე მუყიდი. მეხუთე დღეს მამები ვართ, სიცალქეზე, გვექნება რეაქცია. გიფთოიში გელოდებათ ბავშვებისთვის აქცია. ბატონო ტიაგო